სამების საკათედრო ტაძრის ეზოში აფხაზეთობა 2025 გალა კონცერტით აღინიშნა. ღონისძიება წმინდა სვიმონ კანანელის სახელობის მშენებარე ბაზილიკის მიმდებარედ გაიმართა, სადაც აფხაზეთიდან დროებით დევნილი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა, ფოტოგამოფენა და კალიგრაფიის მასტერკლასი ჩატარდა. დამსწრე საზოგადოებას ღია სივრცეში შესაძლებლობა ჰქონდა ენახა აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის მიერ მომზადებული ვიდეორგოლი აფხაზეთზე. საზეიმო ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს საპატრიარქოს ჩართულობით განხორციელდა. აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების გალა კონცერტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ბოლსკი მთავრობის წევრები და საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აფხაზეთობის ფარგლებში ჩატარებულმა ღონისძიებამ კიდევ ერთხელ დაგვანახათ, რომ როგორ გვიყვარს აფხაზეთი ჩვენს გულებშია და მე მინდა რომ დღევანდელი დღე მიულოცო ჩვენს დროებით დევნილ მოსახლეობას და ასევე ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს. 32 წელია უკვე აფხაზეთობას ზეიმობთ. ეს არის ზეიმი, ცოტა ცრემლებიც ახლავს ყოველთვის ამას, იმიტომ რომ უსამართლობა მოხდა. ჩვენთვის ეს არის ტკივილი, ეს არის გული, ეს არის მომავლის ხედვა და ვფიქრობ, რომ ერთობით ლოცვით არც დაგვავიწყდება აფხაზეთი და შევხვდებით ერთმანეთს. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავითავისოთ დღევანდელი დღის მნიშვნელობა და გქონდეს რწმენა იმისა, რომ ჩვენ ძალიან მალე ერთად დავბრუნდებით ჩვენი რწმენით. იმედი გვაქვს, რომ ქართული ლოცვის ხმა გაისმება აფხაზეთში. ურთიერთმიტევების, შერიგების და გაერთიანების დღეა. აფხაზეთის დაბრუნების დღე მოახლოებულია და მე ამას უკავშირებ ამ სივრცეში აფხაზეთის დღის ჩატარებას. გიოცოთ აფხაზეთობას. 2025 წლის აფხაზეთობა ეს ძალიან განსხვავებული. ჩემი კალიგრაფიული ნამუშევარი მიუძღვენ დღევანდელ დღეს და მადლობა ძალიან დიდი ამ შესაძლებლობისთვის.